დღესასწაულზე ვარიანში 19 ოქტომბერს. გვიწევენ ამ შემთხვევაში მეც მიწევ. ქართველები გვიწევენ ზაზაობის დღესასწაულზე და ძალიან კარგია და ნიშანდობლივია, რომ აი რთული და საომარი წლების მერე ჩვენ მოვკიდეთ ხელი აღვადგინოთ და ავაღორძინოთ, გავიხედოთ წარსულისკენ, იმ სიმდიდრისკენ, იმ სულიერი სიმდიდრისკენ, იმ დიდი პიროვნებებისკენ, რომლებიც ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს რაიონს, ჩვენს რეგიონს და ჩვენს საქართველოს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ასე ითქვას, ეს ღონისძიებები ჩატარდება არა იმიტომ, რომ ჩატარდეს, სადღაც ამხელა დაიწეროს, არამედ იმისთვის, რომ ხალხის სულიერ განწყობილება შემოტრიალდეს და შემოგვიმოდეს, რომ ხალხმაც ჩვენს და სულამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ დაამთავრდა საქართველოში ომიანობის პერიოდი, ყაჩაღობის და იარაღის ხარუმის, ძარცვის, გლეჯვის უბედურების პერიოდი. რომ ჩვენ სერიოზულად უნდა ვემზადოთ ამშენებლობითი ცხოვრებისთვის. რომ ჩვენ სერიოზულად უნდა ვემზადოთ შექმნისთვის, შენებისთვის, კეთებისთვის. და სწორედ ამ ჩვენი ღირსეული წინაპრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ამ დღეების, მათი სახელებისადმი მიძღვნილი დღეების კიდევ ერთხელ ჩვენს ხელში აღბრუნება, მათი გახსენება, თქმა, ხალხის თვალებში ჩახედვა საშუალებას მოგცემს იმისა, რომ სულიერად გამტკიცდეთ, სულიერად ავმაღლდეთ, სულიერად დავდგეთ და ვიყოთ მზად შენებისთვის და ნებისმიერი მეთვალყნას თუ საჭირო გახდა სირთულეებისთვისაც. თქვენ იცით, რომ ქარელის რაიონი მთლიანად არის ჩართული ამ ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში საკონფლიქტო ურთიერთობებში და ძალიან დიდი ტვირთი, ძალიან დიდი წვლილი ქარელის რაიონს მიუძღვის და უნდა მიუძღოდეს აი ამ კონფლიქტის მთლიანად დარეგულირების და მოწესრიგების და მოგვარების საკითხში. აქ უზომოდიდია ქარელის როლი და მე ვფიქრობ, რომ ღირსეულად წარმოჩდება ქარელი და ღირსეულად შეძლებს იმას, რომ მთლიანად ეს ზნაურის რაიონის მიმართულებით ის რაც ამ ტერიტორიას უკავშირდება ყოფილი ჩრდილოეთ ოსეთის ოლქისა ცეროზულ სიტყვის ქარელი და ქარელელები მე არ მინდა ეხლა საგანგებოდ ამ საკითხს შევეხო ჩვენ ამას იმედად შეხვედრაზე ლტორმებთან მქონდა ამ თემაზე საუბარი ალბათ ჩვენ კიდევ გვექნება მათთან შეხვედრა კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხებზე ისე რომ მეც რამ თქვი ერთმანეთს სირთულეები თქო და ვფიქრობ რომ ეს სირთულეები თავიდან იქნება აცილებული ერთიანი შრომით, ერთიანი ამშენებლობითი საქმიანობით არა ერთად დგომით მხოლოდ, არამედ ერთად საქმის კეთებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ჩვენი ტელევიზიის სახელით, ჩვენი მაურულების სახელით ბატონო ბადრი. ამასთან იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი შეხვედრები, სატელევიზიო შეხვედრები ტრადიციად იქცეს. იმიტომ რომ ამას ჩვენ ვფიქრობთ რედაქცია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რაიონის მშრომელებისათვის, ადამიანებისათვის და მომავალში ალბათ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა საუბრისათვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება რომ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ დასაწყისში რაც თქვი. თქვენის დახმარებით ვესაუბრო ქარელის მოსახლეობას და მე მინდა დაგარწმუნოთ რომ მზათა ვარ გამოვეხმაურო ნებისმიერ თქვენ თხოვნას ისე თუ არ მომიწევთ მე თვითონ გთხოვთ რომ ისე რომ რაღაცა სისტემატური ხასიათები ეცეთ კარგი იქნება ეს მე დიდი სურვილი მაქვს ამის პერიოდულობა ნახოთ დროის ბიუჯეტი როგორ მოყოფა ეს იქნება კვირაში ერთხელ თუ ორ კვირაში ერთხელ რწმუნებულის მხრიდან, გამგეობის მხრიდან, გამგებლის მხრიდან, ყველა დონის ხელმძღვანელის მხრიდან რომ ქარელში იგრძნობოდეს ხელმძღვანელების აზრი და მოსახლეობას კონდეს უნარი შეაფასოს და ნორმალური წარმოდგენა იქონიოს ჩვენზეც
და იმ საკითხებზე რომელზეც მუშაობ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, სწავლობთ. მადლობა.